სანამ საიუბილეო ვიდეო დაიწყება, მოდით გავათამაშოთ Max Verstappen-ის Red Bull-ი, რომელიც თამაშდებოდა მარტოსახში ქურდების განხილვის ვიდეოში. მოდით დავაკოპიროთ ვიდეოს ლინკი და ჩავაგდოთ სპეციალურ პროგრამაში, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. ჩავაგდოთ ასე filter duplicate users მივცეთ, ანუ ერთი და იგივე კომენტარები რო არ გაიმეოროს. შემდეგ ასე და მივცეთ get YouTube comments. გვაჩვენებს რომ 15 კომენტარია. და სანამ გამარჯვებულს გამოვავლენთ, მანამდე გეტყვით, რომ აუცილებლად ყველა წესი უნდა გქონდეთ შესრულებული იმისთვის, რომ გადმოგეცეთ ეს ბოლიდი. დავაჭიროთ starts და ვნახოთ win მოიგო. გამარჯვებული არის D1 Cloud 756. მრავალ ახალ წელს დაესწარით. თქვენც ასევე ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადმოგცეთ ეს ბოლიდი, უნდა დაგვიკავშირდეთ გუნჯას გარაჟის Facebook გვერდზე, რომელიც ვიდეოს აღწერაში არის. ყველა ვიდეოს აღწერაში არის ეს Facebook-ის გვერდი. მოგწერთ აქ, შემდეგ შევთანხმდებით დეტალებზე და აუცილებლად გადმოგცემთ ბოლიდს. ყველას წარმატებებს გისურვებთ შემდეგ გათამაშებებში და გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას. მოგესალმებით, ეს არხი გუნჯას გარაჟია და დღეს არ იქნება ტრადიციული განხილვა, არც აწყობა. დღეს იქნება საიუბილეო ვიდეო, იმიტომ რომ წელი დამთავრდა, ახალი წელი მოვიდა, პირველ რიგში გილოცავთ ახალი 2026 წლის დადგომას. გისურვებთ ყველაფერს კარგს, ძალიან მაგარ მოდელებს კოლექციაში და ყველაფერი იმას, რაც თქვენ გულს გაუხარდება. მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით, გისურვებთ ჯანმრთელობას. ოჯახებში დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას და მაღალი ღმერთისგან იყავით დალოცვილები. და დღეს ჩვენ ვინც ჩვენი მაყურებლები ხართ, იცით რომ წინა წელს ჩვენ გავაკეთეთ 1 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ვიდეო, სადაც გამოვიყვანეთ მაშინდელი წლის საუკეთესო 10 მანქანა. და ტრადიციას არ ვარღვევთ. და მაშინ ვთქვი, რომ ვნახოთ როგორ შეიძლება ეს ტოპ-10 თქო. კი ბატონო. და დღეს ვილაპარაკებთ მანქანებზე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ინდო და თქვენი ყურადღება დაიმსახურა. კი ბატონო. სტანდარტულად ამ მანქანას არ ვეშვებით. მე-11 არის ეს, იმიტომ რომ ამით დაიწყო ყველაფერი. რითიც დავიწყეთ, ხო YouTube. სანამ რაღაცებს ვიტყვით და მადლობებს მოვიხდით, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ 10000 გამომწერზე გაჩვენებთ 1.8 მასშტაბის მოდელს, რომელიც ძალიან მაგარი მანქანაა და მოვალ წელს იმედი მაქვს, რომ 10000-ზე ავუთ, რო გაჩვენე. და ძალიან დიდი მადლობა დონაციებისთვის კიდე ყველას აბსოლუტურად, იმიტომ რომ თქვენი დონაციები რო არ იყოს, ფაქტიურად არხი ვერ იარსებობდა და გაჩერდა. და ხო, მართლა სხვათა შორის, როგორც წინა წელს გავაკეთეთ, წელსაც გავაკეთეთ, დონაციები ვინც ჩაგვირიცხა, აუცილებლად მაგასაც გამოვაქვეყნებთ. კი. დავიწყოთ, რატომ ეს მანქანები? რატომ და რისთვის? ეს წეღანაცა ვთქვი, აუცილებლად უნდა იდოს. ეს სულ იქნება. კი, იმიტომ რომ ეს ავტომობილი არის სუპირველი, რითიც დავიწყეთ ჩვენი YouTube. საიდან გავყოთ აბა? იქიდან. მოდი ვთქვათ, რატომ Z8? BMW Z8. BMW Z8, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია. კი ბატონო. იმიტომ რომ განსხვავებულია. კი ბატონო. იმიტომ რომ BMW-ს არ გაქვს. კი ბატონო. და იმიტომ რომ ერთ-ერთი ულამაზესი BMW-ია. კი, და სხვათა შორის ახაც ვიტყვი, რომ რატომღაც ეგრე დაემთხვა ჩვენი ვიდეოს. მე ზუსტად ეს მანქანა ჩამოიყვანეს. ხო,
კი ბატონო, მაგაშიც გეთანხმები. თან როგორ ავქნათ იცი, დიდი მანქანები აქეთ მოყვეთ, პატარები ესე გავყვეთ. ესე ანუ შემდეგი მანქანა აგერ რეინკარნაცია Z8-ის რეინკარნაცია. არა, ისა შემიშლა. უბრალოდ 507 არის ეს და რეინკარნაცია არის Z8. ხო. აი ყველაზე ჩემთვის პირადად ყველაზე ლამაზი მანქანა არის. ხო, ეს აქ დგას, როიც. ხო. კი. ნუ კინეულ მაზოლზე მომაჭერს ფეხს თუ შეიძლება. რატო არა რო? ახალი მათაშორის ამ კოლექციაში რაც აქ ჩვენ გვილაგია, ხო? ჩემთვის უსაყვარლესი 3 მანქანა დგას. 3? კი. აბა ჩამოთვალე. ეს და ეს. არა. კი. ხო. ნუ შენ მეთანხმები ამ 3-დან ერთი. მაგაში დარწმუნებული. ერთი? ხო, ამაში. არა, რატო? ეს მარტო ჩემი არა, შენის უსაყვარლესი. არა, რატო? ჩელენჯი. ნუ ეს რო არ ჩავთვალოთ. მაგას თავი დაანები. კარგი, გავაგრძელოთ. იმაზე ვთქვით, ამაზე ვთქვით. 2 BMW ვთქვით. გადავიდეთ ახლა Mercedes. Mercedes-ი? კი ბატონო. 140. 140. Mercedes-ი არა. 140. გერმანული ტანკი. 140 ტოპაჩი მოხდა იმიტომ რომ მეგანა Mercedes-ი არ მომწონს. არის მოდელები Mercedes-ის რომლებიც მომწონს. მაგრამ ეს Mercedes-ი არ არის. ეს არის 140. იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ ამაზე მაგარი მანქანა Mercedes აღარ გამოუშვია. ეხა კომენტარებში არ გამოხდება J-კლასი ვარ თქვათ. ესე არა? ხო, ნუ ახლა როგორ არ გამოუშვია J-კლასი. არა. 140 არის ყველაზე მაგარი მანქანა. ნუ არ შეგეკამათე. ვერ შემედავები მაგაში, შანსი არ აქვს. კი ბატონო. გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე. Ford-ი. Ken Miles-ის GT40, რომელმაც Enzo Ferraris ქუდი მოახტევინა და დააჩოქა. და თავი დაახრევინა. ეს მანქანა ამ ტოპაჩი რო არა, არ შეიძლებოდა უბრალოდ. ნუ რა თქმა უნდა ეგრე არის. ჩვენი შემდეგი ავტომობილი, Porsche. GT3, რომელიც andrea ჭანტურიძემ გვაჩუქა ამერიკიდან გამოგვიქცევნა. საჩუქრად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთი მაგარი მანქანების ჩაწერის საშუალება მოგცა. კი ბატონო. ყველა მანქანა იყო გემოვნებით შერჩეული. და ყველა მანქანა იყო ძალიან მაგარი. მადლობა ანდრიას. შემდეგი ავტომობილი. არ შეიძლებოდა Porsche-ის მანქანა რო არ აღვერხია. ხო, სხვათა შორის Porsche-ის მანქანის არჩევა გამიჭირდა. კი. მაგრამ ფერმა და განსხვავებულობამ გადაწყვიტა ყველაფერი. კი. Suzuki Honda. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემთვის Suzuki Honda მარტო Porsche-ის თემაში მაგარი მანქანა არა. ზოგადად კინოს ისტორიაშია ყველაზე განსხვავებული მანქანა ერთ-ერთი. და იმიტომ Suzuki Honda, ხო? შემდეგი. Challenger-ი რატო დგას ახსნათ? ახსენ. მარტივად ვთქვი. Challenger-ი, იმიტომ რომ მეც მომწონს და მამაჩემსაც, მაგრამ ეგ რო იქით გავწიოთ. ანუ ჩვენი თავები რო ჩავაჩოშოთ. ხალხმა წლის საუკეთესო მანქანად. საუკეთესოდ რა, ანუ ყველაზე მეტი ნახვა განხილვებში Challenger-ს წელს. კი, კი ბატონო. და მაგიტომ დევს აქ. გაგიკვირდებათ და აი ამას აჯობა. კი. ნახვებში. გული კი დამწყდა მაგაზე. ამასაც აჯობა, ამასაც აჯობა, ამასაც და ამასაც. კი. Challenger-ი რო არ დამედო არ გამოდიოდა. კი ბატონო. შემდეგი ავტომობილი. ჩვენი გამომწერების ტკივილი, Mini Cooper-ი. რომელიც რო არაერთხელ მოგწერეს ამ მანქანის განხილვა. მთელი წლის მანძილზე. და შევასრულეთ. რა თქმა უნდა ავარჩიეთ ძველი მოდელი და არა ახალი. იმიტომ რომ ნამდვილი Mini ძველია. ხო. ნამდვილი Mini Cooper-ი აგერ ეს რომელიც სხვათა შორის სრულიად ინგლისური იყო, სუფთა ინგლისური. სხვათა შორის ნახევრად გერმანელია. კი, BMW უშვებს.
შემდეგი ნუ ეს უნდა ავხატო. თხილად. იმიტომ თქვი თხილად ხო რომ ცოტა ესეთი არის, ფაქიზრია ძადო. ეგ მანქანა რო არ გამომეყვანა, უბრალოდ არ გამოდიოდა, იმიტომ რომ Need for Speed-ის E46 GT-არია და ნამდვილ E46 GT-ს ყველაფერი გაუკეთა რა. ნუ ეს მანქანა რო არა ყოლოდა კოლექციაში. საკულტოთა შორის საკულტო მანქანა გახდა. ეს მანქანა რო არა E46 GT არის, ეგეთი პოპულარული ვერ იქნებოდა. თვითონვე BMW აღიარებს იმას, რომ ამ მანქანამ ნამდვილ მანქანას პოპულარობით აჭობა. კი. და ბოლოს ისევ Mercedes დაუბრუნდით. ჩემი გადაწყვეტილება იყო სხვათა შორის ეს მანქანა. რატომღაც BMW-ს ფანმა Mercedes-ი აირჩია მეათე ავტომობილად. გეუნები არის მანქანები, რომლებიც მომწონს. SLR McLaren-ი. ყველაზე გამართლებული კოლაბორაცია. კი. ავტო ისტორიაში, ჩემთვის. კი. ერთ-ერთი ულამაზესი მანქანაა. და მადლობა იმ ადამიანს, რომ ეს მანქანა გაყიდა. კი. და ჩვენ შევეცინეთ. მოკლედ აი ესეთი ათეული გვაქვს. ხო. ამ ათეულიდან თქვენთვის მოგვინდია წლის საუკეთესო მანქანა აირჩიოთ. აირჩიეთ წლის საუკეთესო მანქანა. თქვა ჩემთვის რომელია? ვიცი. ჩემთვის. კი. ხო, მაგრამ თქვენ აირჩიეთ აქედან. თქვენთვის მოგვინდია კომენტარებში მაყურებელმა აირჩიოს. ეგ ჩემი აზრი იყო. კი. ეხა ის არ დაწეროთ, რომ არ გაუტყდესო და BMW-ს დავწერთო. ეგეთი რამე არ გააკეთოთ. ნამდვილად რომელიც მოგწონთ ამათიდან ის დაწერეთ. კი ბატონო. ეგრე უფრო კარგია ჩემთვის, რომ რა თქმა უნდა. მართლა მაინტერესებს რა. მოკლედ აი ესე ნელ-ნელა ნაბიჯ წინ მივიწევით. კი. სხვათა შორის ახალი წლის პერიოდში ძალიან მაგარი მანქანა დაიდო. კი. არა ნაკლები იმ BMW-ზე სხვათა შორის. იმიტომ რომ ისიც იშვიათია უკვე. კი, უბრალოდ ის აღარ გავამეორეთ. სამომავლოდ გეგმავთ. კიდე ესეთ საინტერესო ტოპებს, ეგრეთ წოდებულს. გეგმაშია. კი. ნუ იქ ერთს დავაანონსებ რა, რომელიც რო ახლო მომავალში დავდებთ მაგას, გადავიდებთ და დავდებთ მაგას, ჩემი აწყობილი ტოპ 5-ს დავდებ. და მანდედან მაგასაც თქვენ უნდა აირჩიოთ. თქვენ აირჩევთ, რომელია საუკეთესო ეს მანქანა იქნება თუ რა ტრანსპორტი იქნება. თქვენ უნდა აირჩიოთ რომელი. ხო, ჩემი აწყობილი საუკეთესო ტრანსპორტი. მოკლედ ხო, და ეგეც მოინტერესებს რა. ხო, ეგეც გვაინტერესებს. ხო, და მთავარი არ მithქვია და ეხლა უნდა ვთქვა. კი ბატონო. წინა ახალ წელს 1 იანვარს რო მოვიდა შედეგები, 1 იანვარს მოდის ხოლმე წლის შედეგები. კი. დავამთავრეთ წელი 599,000 ნახვით. კი ბატონო. და მაშინ ჩავთვალე რომ ძალიან მაგარი შედეგი იყო. და გამომწერები რამდენი ყოფდა მაშინ? 3358. წლევანდელი წელი? წლევანდელი წელი ესე არის, რომ 6000 ავწდით. გამომწერებს კი ბატონო. კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ემატება. კი. სწრაფად. ხო, ნუ ხო და თავარი რა მინდა ვთქვა, რომ ამ კონკრეტული მომენტისთვის 1,700,000-ზე მეტი ნახვა და თქვენ მადლობა მაგისთვის. კი ბატონო, რო გვიყურებთ და მხარში გვიდგახართ. გინდას დონაციებით, გინდას ისე მორალურად, ყველას დიდი მადლობა. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებ და კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცავთ ახალ წელს. და ბოლოს იმას ვიტყვი, რომ თქვენი კომენტარები და თქვენი მხარდაჭერა რო არა ამ არხის კეთებას აზრი არ ექნებოდა. კი ბატონო. ნუ თან თქვენ თვითონვე მაყურებლები ვინ ჩვენ გვიყურებს, იცით რომ ყოველი თვის ბოლო პარასკევს მანქანასაც ვათამაშებთ. კი, სხვათა შორის ამ ვიდეოში გამარჯვებული გამოცხადდება დასაწყისში. კი ბატონო. მოკლედ აი ესეთი და
მოდი კიდე ერთხელ ვთქვათ. მოდი ვნახოთ მობავალტერს ამათ მანქანაში რა მანქანები იქნება. კი. მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ აი ამ მანქანებს მით უმეტეს იმას. აქ მე არ ველოდებოდი ეს სწრაფად დამალი. კოლექციონერები გამიგებთ, იმიტომ რომ 999 ცალიდან 492 მოდელი. კი ბატონო. ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი არის სხვათა შორის კოლექციონერებისთვისაც და საერთოდ. კი. კარგით, ეხლა თავი აღარ მოვაბეზროთ ჩვენ მაყურებლებს, დავემშვიდობოთ. არხი გამოიწერეთ. ვიდეო დაალაიქეთ, გააზიარეთ. 10,000 გამომწერზე გაშვენებთ მოდელს კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომელიც ერთადერთია საქართველოში და ყველას გვიყვარს და მოდით ესე ვქნათ, რომ წელს მაინც ავიდეთ 10,000-ზე, რომ დამიჯერეთ, რომ პირველი ვიდეო რომ დაიდება. ყველა მაგას იტყვით, რომ 10,000-ზე აქამდე რატო არ ავიყვანეთ. კი. იმდენად მაგარი მანქანა არის. კარგით, აბა. კარგად დანდებოდით და 2026 წელს ძალიან მაგარი გეგმებით დავბრუნდებით, მაგრამ არ ვიცი რა მანქანები იქნება, იმიტომ რომ ნუ ჯერჯერობით ამითი დავიწყეთ და 2026 წელი არის უკვე და დაველოდოთ განვითარებას. მოვლენების განვითარებას. ხო, ესე 2025-ში პრიუსის ვიდეოს დადებას არ ველოდებოდი, მაგრამ მაინც დავდი. ვერ მოვიწვი. წავედი. მაგაზე უარესებსაც დავდეთ. თქვენ არის ნერვი. წავედი. კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die.